ცენტრალური ავტომაგისტრალის 206 კილომეტრზე მოძრაობა შესაძლოა საღამოს აღდგეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით თერჯოლის გადასახვევთან გზის აღდგენითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ნოდარ ჯავახიშვილმა ბოლო დღეებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად გზებზე შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ ისევ დაკეტილია გოდერძის უღელტეხილი და კოდანინო წმინდას მონაკვეთი, გზის სხვა მონაკვეთები თითქმის სრულად გახსნილია და მხოლოდ რამდენიმე მათგანზე რჩება ნაწილობრივი შეზღუდვა. თერჯოლის გადასახვევთან ავტომაგისტრალის 206 კილომეტრზე მდებარე მონაკვეთი დაზიანდა, სადაც მდინარე ჩხარამ ორჯერ მოხდა ამ 2 დღის განმავლობაში მისი ადიდება. ეს ერთადერთი მონაკვეთია, სადაც ჩვენ მოძრაობა ჯერ არ გვიდგენია. ლიფხინულის გამო და ქარბუქის გამო სამწუხაროდ რამდენიმე მიმართულებით გზა დაკეტილია დღესაც. ანალოგიური სიტუაცია ჯვარი ხაიში მესტია ლაზდილის ეს მესტია უშგულის მონაკვეთია. აქაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.